ეს არის ხელშეკრულებები, რომელსაც ვდებ სხვადასხვა ქვეყნებთან. იცით, რომ საქართველოს პასპორტის რეიტინგი ამ მხრივ გაზრდილია, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა, არამხოლოდ მალდივი, არამედ ბევრ ქვეყანასთან კონდეს უვიზო მიმოსვლა. ეს არის განკარგულება, რომელსაც ხელს ივანიშვილის პრემიერი აწერს. ირაკლი კობახიძე მალდივების რესპუბლიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს. ევროკავშირის მიერ დაბლოკილი დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების შემდეგ ლურჯი და შავი სამგზავრო დოკუმენტის ფლობელებმა, რომ აქ მაინც იარონ უვიზოთ. როგორც ჩანს, ტოტალური სანქციების ქვეშ მოქცეული რეჟიმის მსახურები დარდების გაქარვებას ახლა მალდივებით ცდილობენ. ნახავთ ბევრ ქვეყანას, რომელიც შეიძლება თქვენთვის ეგზოტიკური იყოს, არაეგზოტიკურის დიდიც, პატარაც, ყველგან მინდა რომ უვიზოთ მიდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ევროკავშირმა ივანიშვილის პარტიის წევრები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო დასაჯა. ამიტომ არის რომ ვისაც დიპლომატიური პასპორტები ჰქონდა, ახლა ვიზების გრძელ რიგებში უწევთ დგომა. ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილის გუნდი ახლა გაცამტორებული რეპუტაციის აღდგენით არის დაკავებული. ევროპაში მათ უკვე აღარელიან. ამიტომ შეარჩიეს ისეთი მხარე და ისეთი კონტინენტი, სადაც პოლიტიკური პასუხისმგებლობები ნაკლებად დაეკისრებათ. ამავდროულად ცდილობენ მეტი კომფორტი შეიქმნან და რადგან ევროკავშირში ვეღარ მოგზაურობენ, ეხლა გადაწყვიტეს, რომ იმოგზაურონ მალდივებზე და ამ განკარგულებას უკვე ხელი მოეწერა და დაწყებულია მოლაპარაკებები ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა ჩვენს ხარჯზე უფრო მეტი კომფორტი შეიქმნან. ქართულ ოცნებას ჯერ აბუ-დაბის სკანდალიც არ აქვს გადაგორებული. როგორ დასრულდა ირაკლი ზარქუას არაბული არდადეგები, ეს ისედაც მთელმა ქვეყანამ იცის. ისე კი თუ მალდივების რესპუბლიკა ოცნებისთვის სავიზო შეზღუდვებს მოხსნის, საპარლამენტო მანდატი შვება მათთვის მაინც არ იქნება, რადგან აქაც არსებობს წესები და კანონები, რომელიც დასაცავად სავალდებულოა. ასე მაგალითად, მალდივებზე დასახლებულ კუნძულზე მოკლე შარვლით ან საცურაო კოსტუმებით სიარული იკრძალება. იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება ემზადება დასავლური სამყაროსგან იზოლაციისთვის, ხედავთ, რომ ახალ ადგილებს ეძებენ სამოგზაუროდ და ახალ ადგილებს ეძებენ იმისათვის, რომ დახარჯონ ჩვენგან, ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარული თანხები და ამას უკავშირდება ეს სრულიად გაუგებარი ახალი გადაწყვეტილება, რომ ახალი ურთიერთობები დაამყარონ მალდივებთან. ემირატების მერე ქოცების მოგზაურობა მალდივებზე, ალბათ ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა მათი ვოიაჟების, მაგრამ უფრო სერიოზულად შეგვიძლია აქ ვთქვათ, რომ აი ეს ქართული საგარეო პოლიტიკისთვის და მთლიანად დიპლომატიისთვის სამარცხვინო ნაბიჯი ქოცებმა არც კი გაახმაურეს. იმდენად რამდენადაც მათ ძალიან კარგად იციან თუ როგორი მტკივნეულია ის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია, როგორც ეჭვმიტანილი არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებაში. ინციდენტი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, როცა თეთრმა ჯადოქარმა ქოქოსის უდანაშაულობის მტკიცებულება წარმოადგინა. ოლიგარქის გუნდი კი სწორედ ხალხის ხმების მიტაცებაშია მხილებული.